1963 წლის შემდეგ პირველად ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟით მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კერძო კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა მორიგი ტურისტული მისია შეასრულა. კოსმოსური ხომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ ამერიკელი პოპ მომღერალი კეიტი პერი, Blue Origin-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის ტელეწამყვანი გეილ კინგი, NASA-ს ყოფილი სარაკეტო მეცნიერი აიშა ბოი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი. ეკიპაჟს სათავეში ლორენ სანჩესი ჩაუდგა. ნამდვილად გასაოცარი სანახაობა იყო, რაც მთავარია ემოციებით დატვირთული. Got it? 1, 2, 3, taking up space! Look at the moon. Oh my gosh. You see that? Oh my gosh. I got you, Flynn. Gotcha. Oh my space gosh. tunnel. That's amazing. There comes the rocket. კოსმოსში 11 წუთიანი ფრენის შემდეგ 6 ქალისგან შემდგარი ჯგუფი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა. კეიტი პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოსმოსში ყოფნის დროს სიმღერა What a Wonderful World შეასრულა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მიწას აკოცა. ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რამდენად მიყვარხართ. განაცხადა პერიმ. კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ ნიუ შეპარდის კაფსულა უსაფრთხოდ დაეშვა ტეხასის შტატში. უსაფრთხო დაბრუნებას Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსიც დაესწრო. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.